მაი გადუნიებო. მე ვარ ტრაციანა. მე ვარ დედა გადუნია. და დღეს ვაკეთებთ ბადრიჯანს ნიგზით. ნიგზით? ხო, კაკალი ნიგოზია. კაკლით. ნიგზით. კაკლით. ნიგზით ბადრიჯანი ნიგოში. ნახოთ რა გამოგვივა. ძალიან დიდი ხანია გამიკეთებია, იმიტომ რომ სტუმრად როცა მივიდიოთ, მარტო მაშინ ჭამთხოვმე და ძალიან უყვართ ბავშვებს ბადრიჯანი ნიგზი. ხო, მართალია და ესეთი პატარა ბადრიჯანები საკმარისები იქნება ჩვენ ესეთი თვის. პატარები, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ტაფები გვაქვს და დიდ ტაფას ჩვენი პალიტა არ კითხულობს. ოკეი, აბა გადავიდეთ კუხნის მაგიდაზე. მოვამზადოთ ინგრედიენტები. ასე. სანამ ინგრედიენტებს მოვამზადებ, ჯერ გადავხსვათ მაგიდასა, ჭუჭყიანი ყოფილი. აი, ჭუჭყიანი, საიდან იგონებ? 6 ბადრიჯანს გამოვიყენებთ დღევანდელ კერძისთვის. ხო, 6 ცალი. ეს არის 1 კილო, იცი? 6 ცალი. 3 იყიდებოდა, 3 ცალი არის 500 გრამი. ესე იყო დაფასებული. ხო, კიდე ნიგოზი არ ვიცი რამდენი დაგჭირდება რამე. ავაკეთოთ. ბევრი გვაქვს. ლომად რაც უფრო მეტი ნიგოზი აქვს, უფრო გემრიელი. ამდენი არ დაგჭირდება ეს თუ რამდენია, ეს არის გრამი. კაი ნამდვილი ძვირფასი ბადრიჯანი რო გამოგვივიდეს, გვჭირდება ბროწეული. შეხედე. ხეთრა ამასი ბროწეულები ანეთში რომ და ვიცი რომ წეღარ რო გადმოვედი მანქანიდან პარკიდან ამომივარ და ერთი ბროწეული დაენარცხა ძირს და მომეჩვენა რომ არ პირ. გამაგრებულა ისე. არც ერთი არ არის რბილი. რითი დავიწყოთ? აუცილებლად ბადრიჯნით. მე გავრეცხავე ხა მე დავჭრით და მე შენ მანამდე მე რა გავაკეთო? შენი ჭორავი. არ შეიძლება დავიწყო კაკლის ხო, რა ვიცი რა მე, მაგრამ მაგას რა უნდა აღარჩევა, ამას რა ბლენდერი უნდა ბლენდერი. დაჭყლეტვა. რა ბლენდერი უნდა? ხო, გატარება უნდა, გასატარებელი მანქანა არა გვაქვს, ბლენდერი თუ გავხეხავთ, განა როგორ უნდა. ხინკლისთვის რა ვიხმარეთ ჩვენ? ხინკლზე ბლენდერი არ ვიფეთქდა. ანცესტრალური მეთოდი. ტრადიციული ჩვენ რა დროს გასატარებელი, ყველას კი არ აქვს გასატარებელი სახში და როგორ შეიძლება. დაჟე ხო იცით მე ნატურალისტი გავხდი ახლახანს და ძალიან მომწონს ბუნებრივი ანცესტრული ისინი მეთოდები. მე მგონი ამით უფრო კაი გამოვა, ვიდრე მაშინაში, უსულო მაშინაში გატარებული. სანამ დედაჩემი გარეცხავს ბადრიჯანს, მე ჩავჭლიტავ კაკალს. ნიგოს. დაიცადე, დედა სადმეტი მომევიდა. რა ამბავია შვილი. დაიცადე, კაკალი რუსულად არის? ქართულად არის, კაკალი არის ნაჭუჭიანი და ნიგოზი უკვე გარჩეული. ჩავარე. მე ხა დავჭრით ბადრიჯანს. მეგობრებო, ჩვენ ახლა კი არ გასწავლით ბადრიჯნის კეთებას, იმიტომ რომ ჩვენც არ ვიცით ზუსტად რა ვიცი, კაი ხანია მე ამას ვაკეთებდი ახალგაზრდობაში, მე არა როგორ არ გამიკეთებია ახლა ძალიანაც ვაჭარბებ, ესეც შეიძლება. რა ჰომბოლდედი გქავს? არ მახსოვს უბრალოდ როდის გავაკეთე და ყველაფერი ინგრედიენტებიც თვალის ზომით ვერ გეტყვით რამდენი რა არის საჭირო. აი ნახოთ რაც გამოვა. ასე. მე ყოველთვის აი ასეთ ზომებად ჭრი ბადრიჯანს. ხო იცით, არ არის საჭირო ზედმეტად ისა დაზუსტებით ინგრედიენტების ზომები ისინი, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრელებმა გადმოგვთ, ეს გენეტიკაში გვაქვს და ჩვენი თვალით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ზუსტი ზომები და იგარგანა ხო. ორგანიკად იჭრდება ხო? არა უშავს თუ ძალიან წინდა და შვენიერი კაი არა და ეხლა მამა გადმონია გავუშვათ რომ მოიტანოს ბლენდერი. აი მე ძალიან კარგად იჭრდება, მაგრამ ამას რამე სითხე არ სჭირდება? გაიგნება ცოტა წყალიც რა დაამატო. წყალი თუ ლიმონის წვენი? ლიმონის წვენიც მოხდება. მე მგონი კაი იქნება. ლიმონი გავჭერით. და ჩავაწვეთებთ ჩვენი
ჩაჭყლეტილი მიგოზში. ნახევარი მოლიკა იქნება. ნიკი სად არის? ნიკი ახლა მუშაობს და იმედია სანამ მოვა სახლში დავუხვედრებთ გამზადებულ კაი ბადრიჯანს. უი, შეხედე რა კრემოსო გახდა. ანუ ლიმონის წვენში თუ ჯანჯღალებთ, უფრო რაღაც კრემის მის ფრენ თუ როდესმე გაგიკეთებიათ ესე თუ შეგიჭრებიათ მიგოზი ლიმონთან ერთად. ნეტა რა იქნება? დავაწყოთ ესე ლამაზად. რომ მარილი მოვაყაროთ. ანუ ეს რა მეთოდია? ეს ის მეთოდია, რომ მარილი უნდა მოვაყაროთ, რომ მე თუ რამე აქვს ზედმეტი სიმჟავე? სიმჟავე, სიმწარე, რაღაცები ეს არ მოვაყრი, იმიტომ რომ შეხედეთ რას დაემსგავსა. ლა. შენ როცა გათხოვდი ახალგაზრდობაში, გავალდებულებდნენ საჭმლის გაკეთებას? ასე ოფიციალურად არ მავალდებულებდნენ, მაგრამ მაშინ ვიცოდი მე რომ ვალდებული ვიყავი გამეკეთებინა. ხო, მე გავთხოვდი 16 წლის. ხო და ისე თანაც რომ არასდროს არაფერი არ გამიკეთებია სახლში. დედაჩემა ისე დაგზარდა 7 შვილი, დაგზარდა დედაჩემა. თანაც მამა ადრე დამეღუპა, პატარები დავრჩა. გაგზარდა ისე რომ შვილებს არასდროს არაფერს არ გვავალებდა. ანუ ყველაფერს თვითონ აკეთებდა. სულ ყველაფერს, საჭმელი, დალაგებას, არეცხი, სულ ყველაფერი. იმიტომ რომ უნდოდა რომ ჩვენ ოღონდ ისწავლეთო და მოკლედ დროს არ გვაკარგინებდა სახლის საქმეში. მეც კაი ის ვიცოდი მე როცა რამე იყო გასაკეთებელი წიგს ავიღებდი. ხადაგიგოსავი თვითონ ვკითხულობდი და დედაჩემს უხაროდა წიგნით რომ დამინახავდა როგორ დამავალებდა რამეს. და აი ასე 16 წლის მოკლედ შევქმნენი ოჯახი ისე რომ კვერცხის შეცვაც არ ვიცოდი. საერთოდ არაფერი არ ვიცოდი, საერთოდ. მაგრამ მაშინ ყველაფერი ვისწავლეს პარაგზა იყო. ისინი ლიმონის სუიმეში ჩაუშვი, ახლა აქ რა უნდა ჩაუშვა? ერთი მაქვს კიდე, აი. მოკლედ ეს საკმარისად არ იყო და საკმარისად არის, მიდი ერთ დაიჭრიდება, არ უნდა ამდენი ჯრა აკეთოს. მოკლედ ეს არის ხმელი სუნელი. და ეს უნდა ჩავაყაროთ. ასე რაც ის ამბავი მითხარი რომ იმებს ყიდოდნენ თურმე მძიმე იმით რაღაცებს რომ ურევდნენო ქართული მასიო. დაზრებში. კუღი, ზაფრანი არ არის? არა. ნამდვილად არა? ზაფრანი ნახდათ არ ყოფინება ჩვენ ყველაზე ძვირი ის არის სუნელი. სერიოზულად? ზაფრანი არის ყველაზე ძვირფასი ოქროს ფასად იყიდება. საფრანი. ყვითელი ყვავილი. ყვავილი წითელი და ყვითელი. ხო. ეგ არის ყველაზე ძვირი სუნელი. საქართველოში მაგის მეტი რა არის? თუ ესე ძვირი იყო ჩამოვიტანოთ ბიზნესი დავიწყოთ. კაი. ოქროს ფასი. აქ არა გვაქვს. აქ ჩვენ ახლა ვიწყებთ ეს. პაპრიკა. იმდენი მქონდა, მაგრამ არა, უშავდე ამ კაკას და ნიოს ესეთი კაი სუნი ასდის, რომ სუნელი აღარ არის საჭირო. ყვითელი ფერი უნდა კონდეს და კურკუმა რო უყოთ. ეს ნიორი და კურკუმა ყველაფრისთვის კაია და კურკუმა კი რა თქმა უნდა. მოუხდება. კი, ეს სულ უყოთ რაც არის. ეგ სხვა გრამზე უნდა ნიოში უნდა შემერია კაკალი. ჰა? ნიოში უნდა შემერია კაკალი. ხო, ნიოში უნდა შეგირია და ესეც მე რიგავსიდებ თუ მანდ უნდა ჩაშკიდა ესეც. მოდი დავამატოთ კურკუმა, ცუდი არ იქნება. არა, ცუდი ნამდვილად არ იქნება. ვნახავთ რა გამოვა. ბევრი ხო არ არის. არა, კიდევაც უნდა უბრალოდ მეტი არა გვაქვს. შეიძლება არის სადმე. კაი ტკბილი სუნი მისცა. ესეც უნდა ჩამო. უცხოსუნელი. კაი არა, მოხდება. არა, აქვს ამას ტყვია. არა აქვს. ტყვია რომ მოხდება. არა, და ბევრია.
რა ტყია უნდა მოხვდეს, კაცო, შენ თუ გეთება შენ გაისვრი ტყია, შენ კი არ მოხვდება. კენძისუნი რაღაცნაირად მახსენებს საქართველოში სადღაც თაზე მახსენებს. თავს ყოფილა საქართველოში. ხო, მე არ ყოფილი ვარ, მანდაც ხომ სიზმარში გაქვს ნანახი? ჩემი წინაპრელების ადენში. აი რა. დეჟავუ გაქვს? ხო. მე შენი ერთი ხელი არ დამიმოსკულდეს, შობია შევწვანო. მაგათაც ჭერი. აბა ცოტა გამოვადინო ეს წვენები თუ რამე. ცოტა წყლის დამატებაც აი ატყებული წყალი ხო არის, ანადუღარი გაციებული წყალი. არა, ბოთლის სიყვარს, ბოთლის. ბოთლის წყალი, ხო. ეს არის ქინძი დაჭრილი, ნახევარი ქინძი ამ მასაში უნდა აურიოთ. და ნახევარი მერე ზემოდან მოსართავად ლამაზი აბროწელთან ერთად ძალიან მიხვდება. ყველაფერი გამომსათავდება, უნდა გავწუროთ. შეხედე როგორ გამოუვიდა შხამი. ხო, ჯერ სადახარ იმდენი შხამები იქნება, რა უყურე შენ. რა გველი ბოსტნეული ყოფილა ეს ბადრიჯანი. რატო ბიჭო, რატო ამბობ მაგას? რამდენი შხამ სადმალავდა? აი მუსკულები. მოდი ცოტა წყალიც დავლიოთ, თორე ამდენი ფიზიკური დატვირთვით არ შეიძლება. Oh my god. სვიმაში მოხდებული დილის 10 საათიდან 3 შახურში ვძივარ და მოდივა და კიდე რომ დავჭვიდო ესენი? აბა გამზადების ეგიდა, მზამზარეულზე. უყურებდი ამას. აბა მეტის ღირსი ვარ. მე გააკეთა სპურით სიმანა ჭამოსო, გაგიგიათ ეს ქართული ანდაზა. არა, მე ვიცი რომ მეტის ღირსი ვარ. მოკლედ ბადრიჯანის ნელა იწვება, ნახეთ რა ლამაზად იწვება. Oh my god, უმიერო. შეხედეთ რანაირი ბადრიჯნები გავაკეთეთ. შუაში არის ნიკისები. ეს არის ჩემი გაკეთებული, ეს არის კიდე დედა გადუნიასი. და ეხლა გადავიღებთ ყველა თითო-თითოს და გავსინჯავთ აბა როგორივი გამოგვივიდა. ხო. აბა გადმოიღეთ. ყუა შენ, მე შუა. მე ავჭამ. აი ეხლა შეატყეს ჭამბიაც. მოდი ჯერ დავიწყოთ. აბა რითი ვიწყებ? ნიკითი. და ყველაზე ცოტა გავუკეთა ბაჟე. ჩანგაი და ეს უნდა ეგრევე უნდა ჩაიდო პირში. არა, როგორც გინდა ისე ჭამე. როგორც სუში ისე მოდი სუშებს რო დავს. მე მთლიანი. ნახეთ ჩემს რა უყურეთ ვიშრომე. ვიშრომე აკმე. არაფერს გემო არა აქვს თუ რა ხდება ასეთი ხმარო არ გამოდი. ამას ბიჭო ცოტა მთლიანი ნიოიო შევჭამე. ცოტა ხანი გაჩერება უნდა რომ გაუჩდეს. მე წეგვიფიქრე ცოტა გაჩერება უნდა. გაჩერება უნდა, ძალიან კი არის ბადრიჯნის გემო, ძალიან კი არის ყველაფრის გემო. ნიკოსი ძალიან კი, ნიორი ძალიან კი. ეს უნდა დავტოვოთ მაცივარში, რომ კარგად ბადრიჯანმა შეიწოვოს გემო. მე ჭამე ხარ. მას ცოტას დავაყოლებ რა. მთლიანი ნიოი რო გამიკეთე გაგისწორდათ? ამას ალისავრე ჟარგონული ლაპარაკი. გისწორდება მთლიანი ნიორები რო გადაჩადეთ? ძალიან მივაო. აი ცოტა ის ნაკაშდომა რავი, ახლა გაახვევეს მეორე დღისთვის, წინა დღეს ამზადებენ ხოლმე და ჩვენ მე სოცივი ვიცი ეს ხო. ხო, ძალიან სწრაფი იყო. რა ვიცი, ნიკი შენს ცენი იყო რაღაც 5-დან 10. აბა ჩემი. 5-დან 10. 5-დან 10 მადლობა. არაფერს ნიკი. მადლობა. აბა, შენ რა სამბო ამბობისე. მე მშია და ყველაფერი მოგხარ ხარ გითხრათ. და ჩემსაზე უას არ ვიტყვი. ახლა მე გავშინჯავ. მე ნიკოს საკე ვახრამუნებ.
ნიორს ალკენ და ბადრიჯანის რაღაცა აი მოხარაკულია მართლა. ნუ იტყანები ეს რა ბადრიჯანია. აბა სუნერები არავის არა გატარებული უნდა იყოს კარგად და ყველაფერი ხუგაია მე მომწონს პური დამაზეთ და კაია. პურის გემოზე გადა რავი. ჯამთელური გამო კი აქვს რაღაც. თავარი ეგ არის რომ იყოს ჯამთელური და დანარჩენი კაცო ძალიან გემრიელია არ დაუჯეროთ ხო ეგ რომ ესაჭამ რა მნიშვნელობა აქვს ყველა ერთ და იგივე მასალაში ხო როგორ არის რა რაღაცა ვახმოვი და არ ვიცი რა არის. ნიგოზი და ნიორი მე ვიცი რომ კრემისავით უნდა იყოს გადასმული. ბრენდერი არა გვაქვს აგვიფეთ და აგვიფეთდა ხო? რაიმე პურმა გადაარჩინა ეს კერძმა. პურმა გადაარჩინა. ხო პური მოუხდა ის აბავშვებო იმ დროს რო ვთქვი ხახსო შევპირდი შაბათს გეტყვით რა ჭორი გავიგე მეთქი ოი მე რა გაიგე აბა გითხარი. ეგ ქართველად არ ვიყავი კონცერტისთვის რო ვემზადებოდით იქ რაღაცა რო ვთავდით დარბაზს იქ ერთმა გოგომ მითხრა რა რომ ბაინო აქამდე არ ვიცნობდიო შენო და არ გეწყინასო მაგრამ ესე ვიციო მეო თქვენი ამბავიო რაც მოხდაო გამიკვირდა მეთქი რა მოხდა რა იცი და რა ასე გავიგეო ჯერ კიდე წლების წინო რომ შენი ბრალი ყოფილაო ეს ბავშვებიო ესეთებიო რომ არიანო და რატო აი მე რატო მე საბუთი რომ აგეღოთ 18 წელი რო გახდით მე გირჩიეთ რომ ბავშვებო აბა დაიბრალეთ ეხლა თვითონ განსხვავებული ორიენტაციის ხართ და გავარჯიშებდით სახლში ამ სინაზე ვაიმე დედა გავლა გამოვლაში და რო ესე წასულიყავით პარიზში იქ ინტერვიუს ჩასაბარებლად აკადემია გქონდა მოწყობილი ვითომ შენ ხო რაღაცა ესეთი ხო ხო და გაგრეხვის აკადემია დაგრეხვის შოკი და მე ისე მიეჩვიეთ და ისე მოგეწონათ ესეთი გრეხვა ბრაინჯვა გრეხვა რომ დარჩით ესეთები ო მაი გად ხარ ხო და ჯერ პირველი ხო ეხლა ალბათ რა კი ეხლა ერთმა ეს იცის რეჟი ამ ქალაქში ესე იგი ბევრი ესე ფიქრობს ვინც არ მიცნობს თორე ვინც მიცნობს იმან კი იცის ყველაფერი ჩვენი ისტორიები ჩვენ არაფერს არ ვმალავთ და ყველაფერი იცია პირველი დღიდან აი 2014 წლის იყო იმის მერე ყველაფერი და უბრალოდ ისე ცნობისათვის რომ იცოდეთ ამ ბავშვებს სულ არ ჭირდებოდათ არც პარიზში წასვლა არც არაფერი და არც ყოფილა 18 წლისები რომ გახდნენ უკვე რეგულარიზაცია ეკუთვნოდათ ასე რომ არაფერი არ ქონდა საბრანჭეთა და საგრეხი თუ როგორ რომ საბუთი აიღო ამიტომ ხო უბრალოდ კაია მაინც რომ გავიგე და ქალმა რამე ხაიცი ამ ბავშვებსო ძალიან პატივს ცემო და უბრალოდ მეწოდებოდნენ და შენზე უბრაზობდიო ოი აბა გონია მეტალი გონიეთები და კი გამიცინა მეთქირე ასე ხო და არ გეცნობს მაგრამ რა უნდა მეცნოს კაცო 1000 შარი ახლა პროგრამის ფიქრობენ და კაია რომ იქა და ხო და ვიცოდე ესეთი რამეები და ხალხო თქვენს თუ რამე ჭორები გაიგეთ გამაგეთ აკადემიაში რომ მევლო ესეთი ვასკაცური არ ვიქნებოდი ჯერ ერთი პრანჭაგრეხვის აკადემია პრანჭია ვიქნებოდი ესე იგი დავაგვიანეთ ერთ გაკვეთილები პაჭარები რო იყავი დაბადებიდან უნდა მისწავლებინა სამაგიეროდ ჩვენ ხუმრობთ ოღონდ არიან ოჯახები მართლა ეგრე უკეთებენ ბავშვებს გამიგია შენგან ვიცი მე ხა კაშმარ უნდა დავვრეკოთ ჩაი და ბიურს ესეთი რამე თუ გაიგეთ ხალხნო რა გემრიელია არ გემრიელად მეც უფრო ვჭამთ უფრო გემრიელდება და უფრო უჯდება ამე რატო არ ჭამ მე კანი ბადრიჯანის ვერა ძალიან უხეში გემოაყვას ჰანიკა მადლობა შვილო მადლობა და უიმე არ პროცეული გვაქვს აჰა ისე გაგირჩი
დაგიფარო სუფრა მადლობა. თან კაი გამოგვივიდა ხო? მე ძალიან მაყოფილი ვარ, მშვენიერია. ეხლა ეს პროსტო ხო. ეხლა სხვასაც ჩაჟდომა უნდა, ჩაჟდომა. ჩაჟდომა. ეს კანი შეყვარდა მე. თქვენ როგორ მოგეწონათ? მე ძალიან არ გეყონდე. მე მომეწონა ისე. 5-დან 10? 5-დან 10. მაგრამ რავი, დავნაღდი, ვერც ვიტყვი დავნაღდი. მე ხა სახში წავალ კებაბ შევჭამ. იცოდეთ. მე გაიჭმა სხვა რამე. შეაღარ ხო მე მტერილა როგორ შევარი. ხორ შეგიწვა. ხო, ნახოთ მე. და შენ როგორ მოგეწონა აბა? მე ძალიან. ეს ამახდა. მე ყველა საჭმელი მომწონს, როცა მშია ყველაფერს გემრიელად ჯამ. არ შემიძლია რაღაცა ზედმეტად მიყვარს ან ეს არის გაჭირვებაში გაზდა. გააქვს ვითომ არჩევანი, რასაც გაგიდებენ ის უნდა ჭამო და ეგ არის რა. მართალია. და დედას შვილის გაკეთებული რომ უნდა დაიწუნოს ხალხო ეგ უნდა გაითვალისწინო. 5-დან რაც თუ გიდებს ეგ 5-დან 5-ია. ხო. მოკლედ ამ სიტყვებით უნდა დაგემშვიდობო თომაი გაძნიებო. მიწეთი შევჭამა. ჩვენ ზადდებიოთ იმიტომ რომ კებაბში წავალდი ხავ ჭამოთ. მე ვჭამ შევჭამ, თქვენ არ ვიცი. ნიკი მე უკვე გითხარი კებაბში რა დუჟენიები ტრიალებს. ოი ხო. რა ხდება და ჯობია შენ ცოტა ფრთხილად იყო. კებაბში რა ჩამოგკიდავენ და რომ დაგაბზრიალებენ და შეგწვავენ. ნახავ მე. მაგიტომ მივიდივარ ღამის საათებში ხომ როცა დღერავალათით მაგდროს შევდივარ კებაბში, თორე ისე ვეღარ გამოვაცოცხლები. ხო. შეეცამო. არის სადუჟენიები ხდება კებაბებში. ხა სიტაცავენ და კებაბს ხორცს მოსხნიან, იქ ჩამოკიდავენ ადამიანს და დაეტრიალებენ და წვავენ. ხა მოიგონი იქნება შეეს ზღორა მინაირად ხაბაბი. ხო და ძალიან კარგად მუშაობს, ხა ხომ გონი კებაბს აღარ შევჭამ. აბა დავემშვიდობოთ ტელემაყურებლებს ხალხო. აბა უმეგეთუნებო, შემდეგ ვიდეომდე. ბაი. ამავე შეხვედრამდე.